აგვისტოს ომთან დაკავშირებით მინდა ახლა ვთქვა, რომ არა ეს ისეთი მოვლენა იყო, რომ საზოგადოება გაერთიანებული ერთ აზრზეა, მაგრამ ეს მაინც ასე არ არის. ეს მაინც ასე არ არის. ეს პოლარიზაცია ყველა შფეშია და ყველგან არის და ეს არ არის მარტო ერთი ამ შემთხვევაში მე მეჩვენება, ეს არ არის მარტო ერთი მხარის ბრალი. დიდი პასუხისმგებლობა არის დაუშვათ, როგორც ყველაფერზე ვამბობთ ხელისუფლებაზე, მაგრამ ასევე ეს არის კიდე აი საზოგადოებაში კიდე რაღაც სხვა პროცესების შედეგი. არ არის ერთიანი. საერთოდ ყველა თემაზე ჩვენ საზოგადოებაში ასე რომ ყველაფერს იჩემებს, რომ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ყველაზე სწორად ვხედავ, არავის მოსმენა არ უნდა, მაგრამ არის ისეთ საკრალური თემები, მაგალითად როგორც არის ეს ომი, წინა ომი, რაღაცა ეს მოვლენები და ამის გარშემო ხარ რასაც უყურებ, ბევრი დრო არა მაქვს რაღაც ისეთი მოვლენებია ჩემს ოჯახში, რომ დრო არა მაქვს, მაგრამ აი რასაც უყურებ, იმის განცხადება, ამის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ამის იმდენი ინსინუაცია და ისეთი ბრძოლა Facebook-ში გაამართული და სოციალურ ქსელებში, რომ თავად ეს თარიღი, ეს მოვლენა გვერდზე არის გადატანილი. მათ შორის გმირები, რომლებიც ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული, ხო, უკვე როცა აგვისტოს ეს თარიღები მოდის, წინასწარ ყველამ ვიცით რაღაცა სიახლეები ყოველთვის არის, როგორც ეს ნეგატიური, მაგრამ ყველამ ვიცით რა თემებზე იქნება ლაპარაკი, ვინ დაიწყო ომი, რა მოხდა, როდის დაიწყო ომი, ასე შემდეგ. თუმცა, ხო, მთავარი ალბათ გვავიწყდება ასეთ დღეებში სასაუბრად. აი ეს გამომდინარეობს ალბათ დიალოგის არარსებობიდან ჩვენ საზოგადოებაში, რაღაცა გათიშულობიდან და შეხების წერტილები უფრო ფერმკრთალი გახდა თითქოს. ჩვენი საზოგადოების 2 ან 3 ნაწილის, ხო, რაღაც ბევრნაირად შეიძლება ჩვენი საზოგადოება დაყოფილი იყოს. ხედავთ თქვენ ამ დიალოგის აუცილებლობას, რესურსს ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში საერთოდ ასეთ დიალოგს, როცა აი ურთიერთობთ ადამიანებთან დარწმუნებული რომლებიც ან ერთთან მეორე ბანაკს წარმოადგენენ. აი ამის რესურსს ხედავთ? ორი კითხვა იყო ეს კი ხედავთ თუ არა აუცილებლობას, მე ვხედავ აუცილებლობას, გარდაუვალობას, აუცილებლობას არა, გარდაუვალობას და მეორეს მხრივ რესურსს ხედავ თუ არა, ძალიან მწირია რესურსი. მაგრამ აბა სხვანაირად როგორ შეიძლება? აი მე დავშოთ რამოდენიმე დღის წინ აი დიდი ხანი არსად არ ყოფილვარ ძალიან დიდი, ну ესეთი მე ნაკლებად დიდი სუფრა რაღაც ნათესავების გარემოცვაში და იქ დავინახე ესე იგი ნაწილი ერთ აზრზე, ნაწილი მეორე სხვა განსხვავებულ აზრზე და ხელისუფლების მომხრე დავუშვათ ის უმცირესობა იყო, მაგრამ თავისი აზრი ჰქონდათ და რა მოხდა იცით, ერთმანეთში ძალიან კარგად ურთიერთობდნენ ადამიანები, ძალიან კარგად და რაღაცა ისეთ კრიტიკულ დროს გაჩერდა ეს სუფრა და დაიშუქი ჩაქრა ყველგან, რომ დაიშალდნენ და ყველა ერთმანეთს ამბობდა, უიმე ის რა არაჩვეულა. მე ვფიქრობდი 5 წუთით მეტი რომ დარჩენილიყვნენ იქ. საშინელებით შეიძლება უბედურებაში. ნუ ასაკოვანი ხალხი იყო, მაგრამ რა უცნაური რა, მე ესეთი კარგი ინდიკატორი იყო. სრულად განსხვავებული პოზიციის ხალხი ერთმანეთზე ამბობდა, ეს რა კაციო, ეს თურმე არ ვიცნობდი, ეს არაჩვეულებრივი, მაგრამ ცოტა ხანი კიდე რომ დარჩენილიყვნენ და რომ გაიგოთ ვინ რა პოზიციაზეა, არ ამგონი რომ ესე დამთავრებული იყო და ეს რამხელა ნოსტალგია ხალხს, უკვე ახლა ის მომენტია, უკვე ყველას გაუჩნდა ეს. მაგრამ ყველაფერი მთავრდება, ყველანაირი ის ამოიწურება ხოლმე და რაღაც ახალია საჭირო, შეუძლებელია იმ პარადიგმაში და ნარატივში ვიცხოვროთ, რაც იყო დაუშვათ 1 წლის წინ ან 10 თვის წინ. ამ ყველაფერს ხელს უშლის საინფორმაციო ნაკადები. მათ შორის ჩვენ ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში ესეთი ორიოლისეული სიძულვილის 5 წუთზე მეტი გაგრძელდა სიძულვილის ბრაზის მიმართვა მომენტული ადამიანების მიმართ. იმან რაღაც შეურაცხო, ამან შეგიგინა, ამან ეს გააკეთა და თითქოს აი ამ პოლარიზაციას ვიღაც მართავს იმისთვის, რომ ეს საზოგადოება გახლეჩილ მდგომარეობაში დატოვოს. აი მათ შორის ბოლო კვირების კამპანიებმაც, აი ხო აკვირდებოდით ალბათ, ხო, როცა ძალიან მძაფრი ვიღაცას დახვდნენ ცემეს, ვიღაცას ხო, აი ამ ტიპის კამპანიებს რამდენად ბუნებრივად გამომდინარეობს ქართველის ხასიათიდან, ჩვენი საზოგადოების რაღაც დნმ-დან, იმიდან რაც ვართ ქართველები ზოგადად, ეს სიმძაფრე და დაუნდობლობა ერთმანეთის მიმართ. ხო, რა გინდათ, მითხრათ რომ ეს არ გამოდის ჩვენი დნმ-დან, როგორ არ გამოდის? აბა რა არის, ეს ჩვენი ხასიათი არ არის? აი ეს უკიდურესი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით არის ხელისუფლებაზე, პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აი წესრიგის
დაცვა, ამის აღმოფხვრა, გრადუსის დაწევა მისი პრივილეგია, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხებში ეს ასეთი ერთმანეთის არ მოსმენა, ეს აგრესიის ამხელა ნაკადი, რა ჩქარა ხდება ეს ჩვენ საზოგადოებაში, ალბათ ყველა საზოგადოებაში, მაგრამ მე ხო ჩვენთან ვამბობ. ახალგაზრდები რა სიჩქარით ითვისებენ ამას? გაუთავებელი ჩხუბი, თავში ჩარტყმა, ეს ახლა ჩემს გარშემო არის ტოტალური, მე თვითონ ახლა გაბრუებული ვარ ცოტა ამ მოვლენებისგან, გარდა სხვისი, ასევე ჩემს გარშემოც არის ეს გარშემო. სულ პატარა ბიჭი, 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, აი, იცით რა, მთელი ჯაჭვი რაღაც რომ მოხდეს, იქამდე არსებობს კიდე რაღაცა ქცევების ლოგიკა და აი ეს ყველაფერი მოშლილია. აი დავუშვათ მარტინ მაგალითს გეტყვით. იმისთვის რომ ავტობუსი დაეჯახოს, ყველგან ხდება, სულ ამას გვეუბნებიან, ეს ყველგან ხდება, მაგრამ იმისთვის რომ ავტობუსი დაეჯახოს ფეხმავალს თავის გზაზე საფრანგეთში ეს არის დიდი ჩეპე. ეს არ მუშაობდა მინიმუმ 5 ან 6 რგოლი ტრანსპორტის არ იყო უსაფრთხოების ტრანსპორტი, მძღოლი, არ იყო შემოწმებული ტრანსპორტი, რაღაცა მოხდა, რაღაც დაირღვა. ეს არის რაღაც კომპლექსი და მე ვიყავი მომსწრე, როდესაც იქ დედაშვილს დაეჯახა ავტობუსის მძღოლი და მთელი გამოძიება ეს როგორ მოხდა. ჩვენთან რომ ადამიანი დაიღუპოს არაფერი არ არის ამისთვის. საღამოს აღარ შეიძლება მედიამაც რაღაცამ გადაფაროს. აი, მითხარ, ეს იმისთვის რომ ადამიანის რაღაცა დაემართოს, სულ არაფერი აღარ არის საჭირო. აბსოლუტური დაეუცველობა და მე ეს დომინოს პრინციპით არის. და უბრალოდ მე რა მიქვეს, იცით, მე რო ხა ესე აღელვებული ვლაპარაკობ და ის ნაწილი, რომელიც მე ჩვენ გულშემატკივრობს, იმისთვის გასაგებია და მე განსუფრებული ვარ. მეორე ნაწილისთვის რატომ არ არის? მე ხომ არ ვლაპარაკობ არც პოლიტიკაზე, ან ვინ კარგია, ვინ ცუდია, არც კორუფციაზე. არამედ მე ხლა საუბრობ აი ესეთ მარტივ, ძალიან პრიმიტიულ და მარტივ ამბავზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები არიან დაუცველები. მაგრამ ეს ხო ფაქტია. რომ ეს ასეა. უშვებ ახალგაზრდას და არ იცი რითი დაზარალდება. სატრანსპორტო შემთხვევით თუ ჩხუბი მოხდება, თუ ვიღაცას იარაღი ექნება, აი ის როგორც იმ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ფსიქიურად იყო ჯანმრთელო და ამის მაგალითი პირადად მეც მაქვს ჩემს ახლობლებში, რომ ვერაფრით იარაღი ვერ გავიტანეთ, პრობლემაა და ვერ გავიტანეთ სახლიდან ეს იარაღი, იმიტომ რომ არ არსებობს მექანიზმი, არ არსებობს 1000, ანუ იმ პრობლემას იმდენი მუშაობა უნდა ყველა მიმართულებით, მაგრამ ამას სჭირდება ნება და კონცენტრაცია. და როდესაც შენ სულ სხვა რამეზე გაქვს ხელისუფლებას გულისხმობ გადატანილი ძალისხმევა, პროტესტის ჩახშობა, აი ამის მართვა და ცხადია, რომ აი ეს უამრავი რგოლი არის მიუხედავი და ჩამოშლის პირას და ეხლა რაც არ უნდა სკეპტიკურად ახლა დამიწერენ, მე ვიცი ახლა რა იქნება, დავუშვით. რა არის ამის უკვე ზეპირად ვიცი რა არის, რა შეიძლება რომ გითხრან. მაინც ესეა, ფაქტი ფაქტად რჩება. თქვენი შვილებიც, ჩვენი შვილებიც და ჩვენი შვილები, ანუ ასე ვიტყოდ, დაუცველები არიან.